მოგესალმებით მეგობრებო, მე ვკვლავ თქვენთან ვარ მისტერ ქარმენა. მოკლედ დღეს მე თქვენ შემოგთავაზებთ თუ როგორ უნდა გადმოვიწეროთ Samsung-ს და ვინ ვარ. მოკლედ რისთვის გჭირდება Samsung-ს? პირველი, იმისთვის გჭირდება რომ როდესაც თქვენ გინდათ რომ კლეოში ჩააგდოთ faster weapon-ი, universal folder-ი, troll boss-ი და ასე შემდეგ, მაშინ თქვენ რადგან არ გაგიქრაშოთ ამ მონაცემება, მაშინ თქვენ უნდა აუცილებლად უნდა ჩაიწეროთ Samsung-ს, რადგან არ გააფუჭოთ კტა. მოკლედ, წერთ აქ, უნდა რაც პირველია, უნდა გადმოვიწეროთ Samsung-ს, პირადად მე ვიწერ იქიდან game modding. მოკლედ, წერთ აქ game modding. სად არის აგერ არის game modding. ვაწებით ამას. შემდეგ ვაწაბუნებთ ამას. შემდეგ ველოდებით და ვწერთ Samsung-ს. აგერ ამიგებდა Samsung-ს. არ ჭირდება ისეთი ბევრი წვალება და ჩალიქი. რადგან არ გაგიჭირდეთ, ყურადღებით დააკვირდით ვიდეოს და ისე მიყევით ვიდეოს თუ როგორც არ ვიდეოს განვიდით. აგერ მოკლედ გაგვიხსნა, მოკლედ ნელ-ნელა ჩამოვდივართ და აი აგერ ჩვენი მონიშნული ის არის ეს ხდება ჩვენ დაიმახსოვრეთ, რადგან არ შეგეშალოთ. ვაწკაპუნებთ აქ ველოდებით, შემდეგ ჩამოვაქვთ ქვემოთ და ვიწერთ არამედ კაჩად აი ქვემოთ, აი ეგ ვიწერთ. ვაწკაპუნებთ ამას. სულ რაღაცა ჭირდება 30 წამი, მეტი არა. დაველოდებით. დარჩა სულ რაღაც 10 წამი. მოკლედ. აი, გადმოიწერა. ვაწკაპუნებთ აქ. შემდეგ ველოდებით აქ რომ პაპკაში გაგვიხსნას. აქაც არ ჭირდება ბევრი დრო. ველოდებით. როგორც იცით, მე მაქვს სულ სხვანაირი მაქვს პაპკები და მონაცემები. ამიტომ შესაბამისად არ შეგიყვანოთ ჩემმა პაპკებმა. ისე მიყევით როგორც არის და არ შეგეშლებათ არანაირად. ცოტა ხალუზია, მაინც ველოდებით. აი, როგორც ხედავთ გამიხსნა. ვაჭერთ პაპკას, ვაწკაპუნებთ როგორც იცით. როგორც იცით ისე ვაწკაპუნებთ. შემდეგ ამას უკვე აღარ ჭირდება მარჯვენა ღილაკი და ესენი არ ჭირდება, ამას ჩვეულებრივად თუ თქვენს როგორც მე მაქვს ისეთი მონაცემები, ისეთი თუ გაქვთ თქვენს, მაშინ ვაწკაპუნებთ პირდაპირ ამას და ჩვეულებრივად დაველოდებით game modding-ი და სულ ასეთი რაღაც და დაველოდებით სულ რაღაცა ყველაზე დიდი წუთი ან 2 წუთი და თქვენი არჩევანია თუ გინდათ მარჯვენა ღილაკით როგორც წინა ვიდეოებშია მოცემული ისე გააკეთეთ, თუ გინდათ პირდაპირ აქედან, მაგრამ ჯობია game modding-ი და პირდაპირ აქედან გააკეთეთ. ველოდებით ახლა აიხსება და შემდეგ ჩავაგდოთ Samsung-ს, რათა არ გაქრაშოს მოდები. აი, როგორც ხედავთ უკვე ჩაიწერა ველოდებით. ისე თუ ასე არ უნდა ბევრი ჩალიქი, თუ იცი ადვილია. ამიტომ თუ გინდათ ვისალოთ უკვე ჩემ ვიდეოს და გამოიწერეთ და დაალაგეთ. ველოდებით სულ რაღაცა წამი. ცოტა
ესეც ისე უნდა ჩააგდოთ, როგორც კლეო ჩააგდით. არ უნდა თვითონ კლეოში ჩაგდებათ, არ შეცედა სამ ფუნექსზე კლეოში არ ჩააგდოთ, ის ავტომატურად ჩავარდება, ეს ეკრანის ანადგილად და არ მიუთითოთ კლეო, თორე აგერევათ აფილი. ამიტომ შეულებრივად ეს დააწკაპუნებთ, შემდეგ ძალეს უსტანობით და ველოდებით ისე რამოდენიმე წუთი. აქ ადმენას დააჭერეთ, რათა არ გაგიხსნათ ზიანდექს რისკი. არანაირი პრობლემა არა, უბრალოდ რაღაცა რეკლამის გამოგიდით. გაათიშეთ და всё. ეგ არის. ჩავარდეთ. აი აგეთ ზავერშით და ეგ არის. всё. აი თქვენი თვალი. ნახეთ თუ როგორ ჩავარდა. აი ესე და აი აგეთ. ვაჭერთ. და აი აგერ არის თქვენი სამ ფუნექსი. всё. მადლობთ, გაიხარეთ რომ ვიდეოს უყურებდით და არ დაგავიწყდეთ. გამოიწერეთ და დალაიქეთ. მომავალ შეხვედრამდე.